მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღეს დაცვის ხარემ თქვით დასკვნითი სიტყვა რევას კითხვების საკითხის მიმართებით. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დაცვის ხარემ ტვირთი, რომელიც ტვირთის ბრალდების ხარემ უნდა ზიდოს რეალურად, ვზიდეთ, ჩავატარეთ გამოძიება და დავადასტურეთ ის, რომ არა მხოლოდ ის გარემოება, რომ რევას კითხვებზე არის უდანაშაულო, არამედ ის გარემოება, რომ რევას კითხვებზე იყო სისტემისგან და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, როგორებიც არის გამომცემლები და შემდგომ შესაძლებელი პროკურორის კი იყო პირველი მტკიცებულებების გაყალბება და მეორე ასევე რევას კითხვების მიმართ ხო არაადამიანური მეთოდი. ამაზე ვსაუბრობ მე დაახლოებით 1 წელი არის და ეს არ არის მხოლოდ საუბარი და ეს არ არის ადვოკატის ვერსია, გამოგონილი ვერსია, ეს დასტურდება მტკიცებულებით და ეს არ დასტურდება რიგითი მტკიცებულებით. ეს დასტურდება თავად ამ მეტროსადგურში დასახლებული ადამიანის ჩვენებით, რომელიც უთითებს, რომ რევას კითხვებზე დააკავეს მეტროსადგურში და არა ლისზე. ეს არის ფაკუთხები იმის, რომ რევას კითხვაზე თუ დააკავეს მეტროსადგურში, ესე იგი აპრიორში ყველა დამკავებელი პირი მოითხოვა, რომ რევას კითხვაზე დააკავეს ლისზე, შესაბამისად რევას კითხვაზის მიცემული ჩვენება, რომ ის აიყვანეს ლისზე და შემდგომ მის მიმართ არაადამიანურ მოთხრობას ჰქონდა ადგილი, არის თანხმედრაში გარეშე მოწმესთან, რომელიც მეტროსადგურში მუშაობს. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ რევას კითხვასთან მიმართებით ჩვენ ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია ამოცნობას იმას დაკავშირებით, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა მის წამებაში და არაადამიანურ მოთხრობაში და თუ ჩვენ და თუ რევას კითხვას მხარე ვიტყუებით და ვცდებით ბრალდების მხარეს არ უნდა ეშინოდეს ამ საგამოძიებო მოქმედების შეტარების, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვაგანით სადაც თუ არა რევას კითხვაზე ამაზე ჩატარდეს ექსპერტიზა, არ უნდა ეშინოდეს კამერების ამოღების, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს გაუგებენ, ხო, დაცვის ხარემ შევძველით ჩავატარეთ ეფექტური გამოძიება, რასაც ყველას ვატარებთ და დავადასტურეთ ის, რომ ბრალდების ხარეს სრულს. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების ხარეს უთხარი, რომ თუ პირდაპირ მტკიცებულება არ შეგიძლია წარმოადგინო, ირიბი მტკიცებულება მაინც წარმოადგინე, რომ რევას კითხვაზე რამე დაშავა, რომ რევას კითხვაზე ვინმე სხვა ისროლა, რომ რევას კითხვაზე ვინმესგან იყო მართული და რომელიმე ჯგუფის წევრი იყო და რომელიმე ჯგუფის წევრები მას ხელმძღვანელობდნენ არ იცოდნენ. ირიბი მტკიცებულება არის მტკიცებულება და ის კატეგორია, რომელსაც განაჩენი ვერ ეკუთვნობა, მაგრამ ბრალდების ხარემ არათუ პირდაპირ, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა რევას კითხვაზის წინააღმდეგ. არის ერთადერთი ვიდეო, სადაც რევას კითხვაზე ხელსაყრელს ეწოდება ძირს და აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტმა თავადვე მიუთითა, რომ ეს არ არის ქვა. შესაბამისად, რევას კითხვაზე არის სრულიად უდანაშაულო, როგორც ყველა დანარჩენი სინდისის პატიმარი და ის უნდა გამართლდეს. არა მხოლოდ გამართლდეს, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელმაც რევას კითხვაზის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, უნდა მიეცეს სისხლისამართლობის პასუხისმგებლობაში. კი ბატონო, ბატონ გუჯა, როდის არის შემდეგი პროცესი, როდის უნდა ველოდოთ უკვე სააპელაციოს გადაწყვეტილებას და ასევე როდის იქნება თავად ბრალდებულების დასკვნითი სიტყვა, რა შეგიძლიათ გითხრათ? წინსწრებად ხდომა იყო ჩანიშნული დღევანდელი და 17 აპრილს, ხო, შემდეგი თუ არ ვცდები? რევას კითხვაზე მისი საბოლოო დასკვნითი სიტყვა უკვე თქვა, თავისი პოზიცია დააფიქსირა კიდევაც, მაგრამ დანარჩენ სინდისის პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა შემდეგ პროცესზე, სწორად აღნიშნეთ 17 რიცხვში, რომ თავიანთი საბოლოო სიტყვა თქვან და შემდგომ წესით განაჩენი ან იმავე დღეს გამოვა, ან მოსამართლე გავა სასათბუროდ. მაგრამ აღნიშნულ სასათბუროდ გასვლა არ ჭირდება. დასტურდება ის გამოძიების დაკითხვით პირდაპირ დავადასტურე, რო კითხე თუ შეიძლება მიმითითოთ ჯგუფურობის მტკიცებულება მოიპოვეთ თუ არ მოიპოვეთ, თუ გამოძიებელი ბატონი არსებობს უნდა რომ არ მომიპოვებია და არ არის საქმეშიო და ბრალდების ხარე აგერ საზოგადოებას მთელი წელი პირდებოდა, რომ ჩვენო ტელეფონიდან ამოვიღებთ ინფორმაციას და დავადასტურებთ, რომ ჯგუფი იყვნენ და ერთმანეთს ვიღაცები ხელმძღვანელობდნენ და დავალებებს იღებდნენ. ეს მტკიცებულება რო არსებობდეს ხა, როგორ ფიქრობთ, დალმალავდა ბრალდების ხარე შესაბამისად, ბრალდების ხარე უბრალოდ ვერსიებზე აყრდნობს თავიანთ პოზიციებს და ის რომ მოკლე გადაკვალიფიცირდა, ეს იცით რაც ნიშნავს, განა იმას გადაკვალიფიცირდა, გადასაკვალიფიცირებელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბიჭები სრულიად მართლები არიან, მაგრამ ვერ გაბედა პირველმა ინსტანციამ, რომ სრულად გაემართლებინა, გაამართლა 225 მუხლი და ჩვენი მოლოდინი არის, რომ ქართული მართლმსაჯულება შეძლებს, გადადგავს ძლიერ ნაბიჯს და ამ ბიჭებს სრულიად გაათავისუფლებს. კი ბატონო, ანუ გაქვთ იმის იმედი, რომ მეორე ინსტანციამ შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი გამოიყენოს ამის იმედს გამო.
გეტყვით, მე როდესაც ყოველ ღამეს ვათენებ და მტკიცებულებას მოვიპოვებ, იმ სასუწარკვეთილებით არ ვარ, რომ აზრი არ აქვს. მე როგორც ადვოკატი ამ საქმეში ვიბრძვი და შემილია პირნახავ თქვა, რომ ამ საქმეში არის ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ხოლო რიგითი მოსამართლეები რა გადაწყვეტილებას დაწერენ, ამათთან მიმართებით მე მოლოდინებს და იმედებს არ გამოხმობ. მე ვიძახი, რომ პირველმა ინსტანციამ დაუშვას შეცდომა და მეორე ინსტანციამ უნდა გამოასწოროს თუ ჩვენ გვაქვს სასამართლო. კი ბატონო და ბატონ კუჯა, ასევე მინდა გკითხოთ, აი მტკიცებულებების ნაწილში მე თქვენ არგუმენტებზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი სახელმწიფო ბრალდებას რა მტკიცებულებები აქვს? ძალიან კარგი კითხვა, 9 თვეა მეც ეს კითხვა მაქვს და ჯერ ვერ გაქვს ბრალდების ხარემ და ყველა პროცესზე ვეკითხებით, რომ მე რეზოს ნაწილში ვიტყვი, ერთი მტკიცებულება მაინც მითხარი, რომელთაც რეზოს მოქმედებით ვინმე დაზიანდა, ვინმე ხელმძღვანელობდა რევაზის მოქმედებებს, ყავდა ორგანიზატორი და საერთოდ თქვა რომ იჭირა. ბრალში მოუწერია რომ თქვა იჭირა და ვიღაცა ისროლა და დააზიანა და ეს ვიღაცა უთხრობს რომ პოლიციელი. დაუშვათ ეს პოლიციელი ვერ იპოვეს, მაგრამ დაზიანდა. ირიბი მოწმე მაინც მოიყვანეთ, რომელიც ედვის რომ აი მოშორებით ვიდექი და რევაზ კიკნაძეს ხელში ეჭირა ქვა. ესეც არ არის. შესაბამისად, თქვენი კითხვა ძალიან კარგი კითხვა და თელი 9 თვეა მეც ამას ვიტყვი. არაფერი არ აქვს ბრალდების ხარჯზე. ეს რამდენად იქნება ფაქტორი სააპელაციო სასამართლოსთვის, როგორ ფიქრობთ? პირველი ინსტანციისთვის არ აღმოჩნდა როგორც ჩანს ეს პირველმა ინსტანციამ 225 მუხლე გაუუქმა რეალურად ხო ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ არის რიგითი кейსი და აქ ხო სამართლებრივი გადაწყვეტილებები არ დგება ხო ჩვენ გქონდა მოცემულობა აგერ საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაუხდეს ჩვენს დაცვის ქვეშ ყოფებს მაშინ როდესაც კერძო ადვოკატები ვიცავთ ხო ეს ხო არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება შესაბამისად მეორე ინსტანცია უნდა გამოასწოროს ახლა ქალბატონი მოსამართლე რას გაითვალისწინებს და რას ვერ გაითვალისწინებს იმიტომ რომ სულად მასზე არ არის ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული ამის მსჯელობაში ვერ შევალ მაგრამ მე შემიძლია ნებისმიერ იურისტთან დავშდე იმის მსჯელობაში რომ ეს ბიჭები სინდისის პატიმრები და ასე რევაზ კიკნაძე ინტერესებს ვიცავ ამ პროცესზე არის სრულიად უდანაშაულო და მის წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხოლოდ ერთი დგინდება, რომ რევაზ კიკნაძე არის არაადამიანური მოქმედების მსხვერპლი, მის მიმართ ბრალდების ხარემ გააყალბა მტკიცებულებები, იმიტომ რომ მე ამის მტკიცებულება მაქვს, მე სიტყვის არ ვიტყვი ჰაერზე და თუ ასე არ იყო ერთი წლის განმავლობაში, რატო არ გამოიძიეს და რატომ არ თქვეს, რომ თქვა რევაზ კიკნაძე და ადვოკატი ელჩაჯანიშვილი შეცდომაში შეყავს საზოგადოება და რეალურად მის დაკავება არ მომხდარა მეტროსადგურში და არ აიყვანეს საწამებლად. იმიტომ არ გამოიწეს და ეს განცხადება იმიტომ არ გააუქცევს და ჩვენ ვართ მართლები და ჩვენი სიმართლე მტკიცებულებებითაა გამყარებული. კი ბატონო. ანუ ბატონ გუჯა 17-ში უკვე შეიძლება მეორე ინსტანციის განაჩენიც მოვისმინოთ, არის ამის ალბათ. შესაძლებელი არის გამოგვიცხადოს განაჩენი 17-ში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გუჯა. მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.